მაშასე დავიწყოთ ბიუროს ხდომა. გვაქვს ახალი საკითხებიც. ყველა ახალია კენჭისყრილის საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ილია ანჯეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის საკითხი. განსახილველი საკითხებიდანაც არის ახალი თემები. საქართველოს კანონის პროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ. საქართველოს კანონის პროექტი თუ შედის ბაწარა ბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პარლამენტის დადგენილების პროექტი გვაქვს 2019 წლის 18 ივნისის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასაცხო შეთანხმების ეს არის ინოვაციების, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი საქართველოს 12Q მეორე ცვლილებების რატიფიკაციის შესახებ. დადგენილების პროექტი გვაქვს საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ადმინისტრაციული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. გვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც. საქართველოს კანონის პროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს კანონის პროექტი სალიცენზიო სანებართვეო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს არის ერთი პაკეტი. შემდეგ წამყვანი კომიტეტი, კულტურის კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტები, დარგობრივი ეკონომიკური და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები. საქართველოს კანონის პროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ შემოთავაზებაა დაჩქარებული წესი ითხოვს ინიციატორი და გთხოვთ მხარე დაუჭიროთ ამას და წამყვან კომიტეტად გავსაზღვროთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. საქართველოს კანონის პროექტი ესეც პაკეტია. საქართველოს კანონის პროექტი კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. აქ არის კანონ პროექტები, რომელიც გაერთიანებულია და ცვლილებებს საჭიროებს კანონები, რომლებიც ცვლილებებს საჭიროებს გამომდინარე ამ მთავარი საკითხიდან და აქ ჩვენ ვფიქრობთ რომ დაჩქარებული წესით მოთხოვნას უნდა დაუჭიროთ მხარი. გთხოვთ თქვენს თანხმობას. წამყვანი კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. არის კიდევ ერთი საკითხი. საქართველოს კანონის პროექტი ქარსაფარი მინდორდაცვითი ზოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული, გამარტივებული წესით განხილვას და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ამ შემოთავაზებას. წამყვანი კომიტეტი, აგრარულ საკითხთა კომიტეტი, როგორც ჩანს, რასაკვირველია, სავალდებულო კომიტეტები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი თავისთავად მონაწილეობს ამ მნიშვნელოვანი საკითხის წინასწარ განხილვაში. საქართველოს კანონების პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც პაკეტია. მას ახლავს რამოდენიმე კანონ პროექტი, საკმაოდ ვრცელი დიდი პაკეტია და საორგანიზაციო საკითხებზე გადანაცვლებამდე ეს თემა განსახილველია. დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ, ამასაც გთხოვთ რომ მხარი დაგვიჭიროთ და წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს,
აქ რამოდენიმე კენჭისყრელი თემა გვაქვს. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა გვაქვს. საქართველოს კორუფციას და ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის მერაბ ღოღობერიძე მიერ წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე კანაბიდიოლი ნივთების არასამედიცინო გამოყენების მასიური გაყიდვის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ გავაგრძელებინოთ 30 დღით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაინც შეუძლია უფრო ადრეც განეხილოს. კენჭისყრელი ასევე საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე მამუკა გაგნიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ახალგაზრდული საბჭოს შექმნის შესახებ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე და ამაზეც გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას. პლენარის ხდომის დღესასწაულში უკვე ასახულია საორგანიზაციო საკითხებიდან, დაგიკითხავთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპული სოციალისტების წარდგინება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად პოლიტიკური ჯგუფის წევრის ილია ინჯიას წარდგენის შესახებ. ანუ კენჭისყრელ საკითხებში იმიტომ არის შეტანილი, რომ ჯგუფმა წარადგინა. ცნობად მივიღოთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპული სოციალისტების მომართვა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანის და მოადგილედ ნიკა ელისაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ. ცნობად მივიღოთ ასევე საქართველოს პარლამენტის 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი. ეს გვაქვს დასამტკიცებელია ასევე საქართველოს პარლამენტის 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულება, ესეც ხელთა გაქვთ და დავამტკიცოთ ერთობლივად. ცნობად მისაღებია საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული 2025 წლის სამოქმედო გეგმა მივიღეთ ცნობად და ასევე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2025 წლის 12 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმაც მივიღოთ ცნობად. პარლამენტის სპორტის კომიტეტის მიერ წარმოდგენილია 2025 წლის 13 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული ასევე 2025 წლის გეგმა. სამოქმედო გეგმა ასევე წარმოადგინა კულტურის კომიტეტმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. 24 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ასევე წარმოადგინა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, სპორტის კომიტეტმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, კულტურის კომიტეტმა და ცნობად უნდა მივიღოთ ასევე საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როერ მეტრეველი წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. უარყოფითი დასკვნა გვაქვს თამბაქოს კონტროლის ჩარჩოში კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის გიორგი მაღრაძე წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. ცნობად უნდა მივიღოთ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ასევე უარყოფითი დასკვნა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ოთარ დანელიან მიერ წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ესეთი მკაცრი ხელი ასევე გაწვდა უარყოფითი დასკვნა მოგცა საქართველოს მოქალაქე ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ შემოსულ წინადადებას. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე უარყოფითი დასკვნა გადმოგცა საქართველოს მოქალაქე ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას. უარყოფითი დასკვნა მისივე ამავე კომიტეტის უარყოფითი დასკვნა გვაქვს საქართველოს მოქალაქე ივანე ხოხლოვისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. კვლავ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფით დასკვნებზეა საუბარი, რომელიც ეხება მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ ამაზეც უარყოფითი პასუხი გასცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა. ქართული ოცნების მომართვა გვაქვს ფრაქციის წევრის გოჩა ენოქიძის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან გასვლისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. ქართული ოცნების მომართვა ფრაქციის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან გასვლისა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. ცნობად უნდა მივიღოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 17 თებერვლის კომიტეტის ხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის არჩევის შესახებ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში და ესეც უნდა გადავცეთ საგარეო ურთიერთობის კომიტეტს ანგარიში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ასევე გადაეცემა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში, 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, წარმოდგენილია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ. ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობას. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში. ინფორმაციული ხასიათის არის შემდეგი საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაცია 2025 წლის 5 თებერვალს ასტანაში ხელმოწერილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომის შემდგომი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ძალაში შესვლის შესახებ. მისასალმებელია ინფორმაციულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსა და ევროპის კავშირის შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების 2025 წლის 29 იანვრიდან ძალაში შესვლის შესახებ. ინფორმაციულია ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 23 თებერვლის საზღვაო შრომის კონვენციის საქართველოს 2025 წლის 14 თებერვლიდან ძალაში შესვლის შესახებ.
ეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უნდა გადავცეთ ჩვენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარების დაცვის სააგენტოს მიერ წარმოქმნილი მომხმარების დაცვის 2024 წლის 24-27 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. ეს ანგარიში 2024 წელს ეხება. იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე მიერ წარმოქმნილია საკანონმდებლო წინადადება უცხოეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი განსახილველი აქვს წამყვან კომიტეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განსახილველია საკანონმდებლო წინადადება ახალბედა მძღოლის სტატუსის სავალდებულო არსებობის შესახებ, რომელიც მოგვაწოდა ქალბატონმა ლელა რობაქიძემ, ბატონო ბექა მამისეიშვილმა, თენგიზ მამისეიშვილმა, ალექსანდრე მამისეიშვილმა და ილია ჭარმაკაძემ. ეს ხო, როგორც თქვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ თემას საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება დამთავრებული უფლებამოსილება შეწყვეტილი მოსამართლეების მინდია უგრეხელიძის და იური ტაბუცის მიერ წარმოქმნილი საკანონმდებლო წინადადება გვაქვს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. ეს საკითხი ამ საკითხის წამყვან კომიტეტად სათავეს ჩაუდგება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. დასამტკიცებელი გვაქვს ხაზინათთა და საბჭოს გადაწყვეტილებები ნომერი 57-დან მოყოლებული 59-მდე. და თუ რაიმეს განცხადება და დამატებითი მოსაზრებები არ აქვს ამ დღის წესრიგის ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ შევთანხმდეთ, რომ ბიურო დამთავრებულია. ხვალ 12:15 დააკლდება, ასევე ბიუროს სხდომა გვექნება.